მოგესალმებით, ეთერში ახალი ამბებით 13 საათზე, მე ნინო სალუქვაძე ვარ. თავისუფალი სიტყვის ჩახშობის მცდელობა და მოლდოვის ცენზურა დამოუკიდებელ ქართულ მედიას ასე შეაფასეს მმართველ გუნდში კიშინიოვის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც პოსტივის იმედსა და რუსთავი ორს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 135 სესიის გასაშუქებლად აკრედიტაციებზე უარი ყოველგვარი დასაბუთების გარეშე ეთქვა. საუბარია საგარეო საქმეთა მინისტერიალზე, სადაც საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი მიიღებს მონაწილეობა. სახელმწიფო პარტიაში კიშინიოვის უსამართლო გადაწყვეტილება არ უკვრით და ამბობენ, რომ მოლდოვა არის ქვეყანა, სადაც კრიტიკული აზრი მიუღებელია. ქართულ ოცნებაში იხსენებენ იმასაც, რომ მოლდოვას პრეზიდენტი, რომელიც საკუთარი ქვეყნისთვის დამოუკიდებლობის გამოუქმების მომხრეა, თბილისში 4 ოქტომბრის ძალადობრივ პროცესებს ახალისებდა. მოლდოვაში ზოგადად მედიის შეზღუდვა ეს ფაქტი არის. თვითონ შიდა მოლდოვურ მედიის შეზღუდვა, რამდენიმე მედია ტელევიზია დახურა მოქმედმა პრეზიდენტმა სასამართლო გადაწყვეტილებების გარეშე და ყველგან რა თქმა უნდა ეს გამართლებას პოულობენ, რომ ეს არის დეზინფორმაცია და პრორუსული. მარტივია მიაკერო იარლიყი, როგორც 100 წლის წინ აკეთებდნენ ამას, მიაკერებ იარლიყს. ვინ არის შენი გამკითხავი ხა მოლდოვის პრეზიდენტს ვინ გაკითხავს სტარს უკრავენ წითელხავი იტყვის რომ ამას დახჭობა ამას დახვეთა ამას ჩამოხრჩობა 4 ოქტომბერს მაია სანდუმ ხარი დაუჭირა ხელისუფლების დამხობას საქართველოში როდესაც მის კოლეგის საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე მიდიოდა ძალადობრივი შტურმი ქალბატონმა სანდუმ სოციალურ მედიით მოუწოდა ამ მოძალადეებს რომ გაეგრძელებინათ ეს შტურმი ხარი დაუჭირა და ამითი წააქეზა ისინი შემდეგ ძალადობაზე ასე რომ ამიტომაც არის რომ როდესაც ქვეყანა პატივს არცემს საკუთარ დამოუკიდებლობას, რასაც ქალბატონი სანდუ აკეთებს, ის ამბობს, რომ მას მოლდოვეთის სახელმწიფოებრიობა არაფრად მიაჩნია, მზად არის, რომ სხვა ქვეყანას შეუერთოს მთლიანად სახელმწიფოებრიობაზე უარი თქვას. საფრი რეაქციის გამოწვევა ხომ არ უნდათ, რომ თქვათ ჩვენ საგარეო საქმეთა მინისტრს უარი ეთქვა მოლდოვაში ჩასვლას. რა თქმა ამას ვერ ეღირსებიან, რა თქმა უნდა, ესეთი ბავშვური გამოხდომები ჩვენ არ აქვს. და ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრი მოახერხებს ინფორმაციის რაღაცა ფორმით გავრცელებას ინტერნეტის ეპოქაში. ამით ვერაფერს ვერ შეაფერხებენ, უბრალოდ კიდევ ერთხელ უხერხულ მდგომარეობაში ჩაიყენეს თავი. რაც შეეხება მოლდოვას, ბალტიის ქვეყნებს, ჩვენ ყველას ვეუბნებით, რომ ჩვენ არავისთან არ ვამწევთ და ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმს ვინარჩუნებთ. მაგრამ მეხსიერება გვაქვს და გვახსოვს. ქართული მედია თავდასხმის სამიზნეა ევროპარლამენტში. ტელეკომპანია იმედს ევროპის საკანონმდებლო ორგანოში 1 წლით მუშაობა აეკრძალა. მოგვიანებით ევროდეპუტატმა ქშიშტოფ ბრეიზამ სოციალურ ქსელში გაავრცელა ინფორმაცია, რომ ევროპარლამენტში ვერ იმუშავებენ პოსტივისა და რუსთავი ორის გადამღები ჯგუფებიც. ამ შემთხვევაშიც გადაწყვეტილებას არავითარი განმარტება არ მოჰყოლია. არსებული ინფორმაციით აკრედიტაციების შეჩერება ევროდეპუტატების იმ ჯგუფის მოთხოვნით მოხდა, რომლებიც მუდმივად ლობირებენ ქართულ რადიკალურ ოპოზიციას და რეზოლუციებში მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვენ. მათ შორის არიან რასა ეუკნევიჩიანესა და მარკეტა გრიგოროვა. ევროპარლამენტის დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება მმართველი გუნდისთვის კიდევ ერთი მაგალითია იმისა, რომ ბრიუსელი მართალის სიტყვის ჩახშობას ცდილობს. ევროკავშირი დღეს იბრძვის საბჭოთა მეთოდებით და ზღუდავს ყველაფერს, რაც მათ პოლიტიკურ დღის წესრიგს ეწინააღმდეგება. სახელმწიფო გუნდის შეფასებით ქართულ დამოუკიდებელ მედიაზე თავდასხმის ყველა ამ მცდელობას მხოლოდ ერთი შედეგი ბრიუსელში დღეს არსებული მძიმე რეალობის ხილება მოჰყვება. ეს არის მცდელობა სხვადასხვა უცხოური ძალის, რომ საქართველოში დახურონ თავისუფალი მედია. ფაქტია, რომ თავარი რასაც უფრთხის დღეს ბრიუსელი, ეს არის მართალი სიტყვა, ეს არის გაგრძელება დიდ ბრიტანეთის მიერ მიღებული მტრული გადაწყვეტილების მედიის წინააღმდეგ, რომლისას მიზანი არის, რომ დაიხუროს თავისუფალი მედია. მუქარას დიდი ხანია ვისმენდით ქალბატონი რასასგან, რომელიც გამოირჩევა ქართული ხალხის მიმართ ფაშისტური განცხადებებით, ამ მუქარას ვისმენდით და ვინაიდან სხვანაირად ვერ ასრულებენ ამ მუქარას, ეხლა თავის რაღაც ვიწრო წრეში, ასე ვთქვათ, პატარა წკენას ცდილობენ თავისუფალი მედიის წინააღმდეგ. საინტერესოა და ჩემთვის იყო აღმოჩენა, რომ იმ პირობებში, როდესაც ევროკავშირმა დახარჯა 100.000 ევრო იმისთვის, რომ გაეშავებინა საქართველოს პარლამენტი, მოესია ჩვენთვის NGO-ები, ეგრეთ წოდებული მედია ომბუდსმენი,
ჟურნალისტთა ეთიკის ქარტია, ამაში ჩარდეს 10,000 ევრო, რომ პარლამენტის რეპუტაცია დაეზიანებინათ, როდესაც სწორედ აკრედიტაციის წესებთან დაკავშირებით იყო თავდასხმა საქართველოს პარლამენტში. ვიფიქრო ამაზე შევიტანოთ თუ არა ცვლილებები, რომ პირველი რომ წინასწარი თანხმობა მიიღოთ მაშინ რესპონდენტებიდან, თუ კი ევროპარლამენტში ეს არის წესი და ევროპული წესი ეს ყოფილა, თანხმობა მიიღოთ რესპონდენტებისგან, მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყოთ ინტერვიუ და მეორე ჩვენთან პირველ ჯერზე არის 1 თვე, მეორე ჯერზე არის 6 თვემდე 6 თვით აკრედიტაციის შეჩერება და ევროპარლამენტში პირველივე ჯერზე 1 წლიანი შეჩერება არის. არსებობს კარგი სიტყვა ფარისევლობა. უნდა მიხვდეთ, რა ფარისევლობა არის ევროპარლამენტში, რა ფარისევლობა არის ბრიუსელში, რა ფარისევლების ხედან ევროკავშირის საელჩოში, რომლებიც აკრიტიკებენ საქართველოს პარლამენტს, აკრიტიკებდნენ და თავდასხმის ობიექტი იყო საქართველოს პარლამენტი იმის გამო, რომ შეეცადა რომ მედიის რაღაც ელემენტარული წესები ყოფილიყო პარლამენტში, რომელიც არის 10-ჯერ უფრო მსუბუქი, როგორც აღმოჩნდა, ვიდრე ევროპარლამენტში იყო. ასეთი წარმოუდგენელი სტანდარტი თუ ევროპაში ოდესმე იქნებოდა, ნამდვილად არ მეგონა, მაგრამ ამასაც მოვესალით. ეს არის ყველანაირი ღირებულებიდან უკუსლო. ჩვენს უკუსლოაზე კი არ იფიქროთ დემოკრატიული პრინციპებიდან. თვითონ რომ დაამყარეს ისეთი წარმოუდგენელი რეჟიმი თავის ქვეყნებში და თქვა თუნდაც ევროპის მასშტაბით ეს არის ყველაზე შემაშფოთებელი. ახლა უყურეთ, მოსახლეობის რაოდენობით რამდენად მცირეა ბრიტანეთთან საქართველო. რამდენიმე 1000 კაცი არის პოლიციაში დაბარებული ბრიტანეთში ადამიანები Facebook პოსტების გამო. გამექსმენიათ რომ ასობით ვინმე საქართველოში დაიბარებინოთ პოლიციაში Facebook პოსტების გამო. აი ეს ყველაფერი ამის გამოძახილია. აი ესეთ სტანდარტებამდე მივიდნენ. თუ შენ ამ გლობალური რადიკალური დღის წესრიგის მიმდევარი არ ახარ, ყველა შენი სიტყვა არის დაბლოკილი. ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი ევროპარლამენტის მიერ ქართულ მედიაზე თავდასხმას ვრცელი წერილით ეხმაურება. როგორც შათირიშვილი აღნიშნავს, ევროპარლამენტმა სამ ქართულ მედიას აკრედიტაციაზე უარი აბსურდული და დაუსაბუთებელი ბრალდებებით, რეალური მტკიცებულებებისა და არგუმენტების გარეშე უთხრა, რაც დამოუკიდებელი ქართული მედიის წინააღმდეგ დაწყებული კამპანიის გაგრძელება. ფილოსოფოსი აცხადებს, რომ ეს არის მორიგი თავდასხმა მედიას საშუალებებზე, რომლებიც deep state-ისა და მისგან მართული ევრობიუროკრატიის დავალებებს არ ასრულებენ. შათირიშვილი წერს, რომ ევროპაში, რომელიც წლების განმავლობაში თავისუფალი მედიის და სიტყვის მთავარი დამცველი და გარანტი იყო, დღეს თავისუფალი მედია აღარ არსებობს. საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ აბსურდული და დაუსაბუთებელი ბრალდებებით, რეალური მტკიცებულებებისა და არგუმენტების გარეშე ევროპარლამენტმა ტელეკომპანია იმედს ჟურნალისტური საქმიანობა 1 წლით აუკრძალა. მოლდოვამ კი სამ ქართულ მაუწყებელს იმედს, პოსტივისა და რუსთავიორს აკრედიტაციაზე უარი განმარტებების გარეშე უთხრა. ნათელია, რომ ეს დამოუკიდებელი ქართული მედიის წინააღმდეგ დაწყებული კამპანიის გაგრძელებაა. მორიგი თავდასხმა იმ მედია საშუალებებზე, რომლებიც deep state-ისა და მისგან მართული ევრობიუროკრატების დავალებებს არ ასრულებენ. რეალურად ეს კიდევ ერთი მტკიცებულებაა იმისა, რაზეც დიდი ხანია ვსაუბრობთ, რომ ევროპაში აღარ არსებობს თავისუფალი მედია, რადგან მათი აბსოლუტური უმრავლესობა ტოტალურად კონტროლდება deep state-ის მიერ. ფაქტია, რომ deep state-ის მორჩილი ევრობიუროკრატიის მართვის პრინციპები პირდაპირ წინააღმდეგობაშია თავისუფალ მედიასთან, რადგან მათი საქმიანობის არსი თავიდან ბოლომდე სიცრუეზეა დაფუძნებული. შესაბამისად, ბუნებრივია, რომ თავისუფალი მედია სერიოზული ხელის შემშლელი ფაქტორია იმ პოლიტიკური ლიდერებისა და აქტორებისთვის, რომლებიც ერთი მხრივ მასიურად ატყვევენ ამ მრჩეველს, მეორე მხრივ კი თითქოს და ხალხის მიერ არჩეულნი რეალურად არა საკუთარ სახელმწიფოებსა და მოსახლეობას, არამედ deep state-ის ინტერესებს ემსახურებიან. ფაქტია ისიც, რომ deep state-ს შექმნილი აქვს მთლიანად ტყუილსა და სიყალბეზე დაფუძნებული პოლიტიკური მმართველობის მძლავრი სისტემა, რომელიც პრაქტიკულად ყველა დონეზე ყველა მნიშვნელოვანი მიმართულებით მუშაობს და ერთადერთ მიზანს deep state-ის გეგმების სისრულეში მოყვანას ემსახურება. ამ საკითხზე ვრცლად და ამომწურავად უახლოეს მომავალში აუცილებლად ვისაუბრებთ. მანამდე კი აღნიშნავთ, რომ ამ სისტემის ერთ-ერთი მთავარი ხერხემალი მედია პროპაგანდის მძლავრი ინსტრუმენტი, რომლის აქტიური გამოყენებითაც არაფორმალური ოლიგარქიული ძალები ევროპის ქვეყნების მოქალაქეებს უქმნიან ილუზიას, თითქოს ისინი თავად ირჩევენ ხელისუფლებას, მაშინ როდესაც კონკრეტულ პოლიტიკოსებს, ისევე როგორც ევროპელ ბიუროკრატიას სწორედ deep state-ი ნიშნავს.
Deep State-ის გეგმებსა და მიზნებთან დაკავშირებით მსჯელობისას ყველამ კარგად უნდა გავაცნობიეროთ, თუ რამხელა საფრთხეზეა საუბარი. მათი ინტერესი უკვე აშკარად გამოკვეთილია და ეს ევროპის მაგალითზე ყველაზე უკეთ ჩანს. ჩვენ ვხედავთ ხელოვნურ მიგრაციას, რომელიც უმძიმეს ტვირთად აწევს ევროპის მოსახლეობას. ასევე ხელოვნურად თავსმოხვეულ ფსევდოიდეოლოგიას, რომელიც პირველ რიგში იდენტობისა და ეროვნული იდეოლოგიის განადგურებაზე მუშაობს. Deep State-ის გეგმის თანახმად, არათუ ტრადიციული ფორმით ერების არსებობაა დაუშვებელი ადამიანმა, არათუ საკუთარი ისტორია და იდენტობა, არამედ ისიც კი არ უნდა იცოდეს, ქალია თუ კაცი. ამ მიმართულებით ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი ინსტრუმენტი LGBT პროპაგანდაა, რომლის თანახმადაც ნორმალურია თუ კი კაცს უნდა, რომ ქალი გახდეს ან პირიქით. საბოლოო ჯამში ამ ყველაფერს ქვეყნების სახელმწიფოებრიობის საბოლოოდ მოშლა უნდა მოხვეს. ადამიანს აღარ უნდა ჰქონდეს არც სახელმწიფო, არც ეროვნება. ისიც კი არ უნდა იცოდეს ქალია თუ კაცი, რათა საზოგადოებებისგან მიიღოს მასა, რომელიც Deep State-ს უდიდესი კაპიტალის მქონე პატარა ჯგუფის მორჩილ სამუშაო ძალად ჩამოყალიბდება. ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით კიდევ უფრო ცხადი ხდება, თუ რატომ არის Deep State-ისა და მისგან მართული ევრობიუროკრატიისთვის თავისუფალი მედია კატეგორიულად მიუღებელი, იმდენად, რომ თავისუფალი ქართული მედიის იშვიათი ვიზიტებიც კი აკრძალეს. აშკარაა, რომ ევროპაში, რომელიც წლების განმავლობაში თავისუფალი მედიის და სიტყვის მთავარი დამცველი და გარანტი იყო, დღეს თავისუფალი მედია აღარ არსებობს. მედიის დაშინების მცდელობა ასე აფასებს საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელი ვასილ მაღლაფერიძე ევროპარლამენტის მხრიდან თავისუფალი მედიისთვის სანქციების დაწესებას. პირველი არხის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ეს არის ქართული დამოუკიდებელი მედია საშუალებების საკუთარ კონტროლის ქვეშ დაქვემდებარების მცდელობა, რომელსაც ევროპულ ღირებულებებთან არავითარი კავშირი არ აქვს. რაც შეეხება კონკრეტულ ევროპარლამენტარებს, რომლებმაც სანქცირება მოითხოვეს, ვასილ მაღლაფერიძის თქმით, ისინი არიან ის ევროპელი კანონმდებლები, რომლებიც საკუთარ სამშობლოში კონკრეტულ დანაშაულებებს შიმხილებულები და ეჭვმიტანილები არიან. ხო, ეს პროცესი როცა მიმდინარეობს, ჩვენ ძალიან ბატონი მარიუშ კამინსკი პოლონეთში მის სახელს უკავშირდება არაერთი სკანდალური საქმე და ამჟამად მის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმეები. საქმე აღძრულია ეგრეთ წოდებული ბიჭის დაკვეთის საქმეებთან დაკავშირებით. 2026 წლის 27 აპრილს, ერთი თვით არ არის გასული, ევროპარლამენტის თავმჯდომარემ რობერტა მეცოლამ განაცხადა, რომ პოლონეთის გენერალური პროკურატურა მეორე საქმესთან დაკავშირებითაც ითხოვს კამინსკისთვის ხელშეუხებლობის იმუნიტეტის ჩამორთმევას. პროკურატურის მტკიცებით ანტიკორუფციული ბიუროს შეფი უფლებამოსილების გადაჭარბებით მოქმედებდა ყოფილი პრეზიდენტის კვასლევსკის წინააღმდეგ. კამინსკის უწყებამ უკანონოდ გააყალბა მუნიციპალური დოკუმენტები და ბეჭდები, რათა შეექმნა ილუზია, რომ მიწის სტატუსის შეცვლის პროცესი დაწყებული იყო. დაადგინა, რომ აგენტები იყენებდნენ მოსმენებს და ოპერატიულ მეთოდებს სასამართლოს სათანადო ნებართვის გარეშე. და მიუხედავად იმისა, რომ ესაც სასამართლომ დაადგინა და პროკურატურამ, მიუხედავად იმისა, რომ ოპერაცია ჩავარდა, მარიუშ კამინსკის უწყებამ ლეპერი წარმოადგინა არა როგორც ეჭვმიტანილი, არამედ უკვე მხილებული დამნაშავე. საზოგადოების თვალში ბრალდება ხშირად განაჩენის ტოლფასია, განსაკუთრებით კი მაშინ, როცა ამას სპეცსამსახურის ხელმძღვანელი აცხადებს. ამის შემდეგაც ლეპერის კარიერა განადგურდა და 2001 წელს ლეპერმა თავი მოიკლა. რომ 2015 წელს ვარშავა ცენტრის რაიონულმა სასამართლომ მიწის დაკვეთების საქმის გამო მარიუშ კამინსკი დამნაშავე ცნო უფლებამოსილების გადამეტებისათვის, ქრთამის პროვოცირებისათვის, სამიზნის პოლიტიკური ნიშნით შერჩევისათვის და მას 3 წლით თავისუფლების აღკვეთა და 10 წლით სახელმწიფო თანამდებობის დაკავება აუგზავნა. ეს კამინსკია კიდევ ერთხელ შევახსენებთ, რომელიც ითხოვს ჩვენს დასაქცირებას. ეხლა მალგოჟატა გოშევსკა აქტიურად იყო ჩართული მიხეილ სააკაშვილის ხარდაჭერ კამპანიაში და მოითხოვდა პოლონეთში მის სამკურნალოდ გადაყვანას. ის იყო ერთ-ერთი ორგანიზატორი, 23 წელს ივლისში ევროპულ ექიმთა ჯგუფი რომ ჩამოვიდა და სინამდვილეში პოლონელი მედიკოსები იყვნენ, რომელთაც პროტოკოლის დარღვევით ფარულად აიღეს ბიოლოგიური მასალა, გახსოვთ თქვენ რომ მოიპარეს, მაგრამ ეხლა ვნახოთ მას რა ძიებ პრობლემები აქვს საკუთრივ თავის ქვეყანაში. 2026 წლის დასაწყისში წელს პოლონეთის საგადასახადო ადმინისტრაციამ დაასრულა მასშტაბური შემოწმება, რომელმაც სხვადასხვა სახელმწიფო უწყებაში 100 მილიარდ ზლოტზე მეტი ღირებულების დარღვევა გამოავლინა და მათ შორის ერთ-ერთია პოლონეთის სეიმის დეპუტატის, შემდეგ სეიმის მარშლის მოადგილის და ამჟამად ევროპარლამენტის წევრის მალგოჟატა გოშევსკას საქმე, რომელიც პოლონეთში განიხილება არა როგორც ცალკეული შემთხვევა, არამედ როგორც სადეპუტატო რესურსების არასათანადოდ გამოყენების ტიპური მაგალითი.
საქართველოს ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებში კანონის უზენაესობის მედეგობით უმაღლესი შეფასება აქვს. კვლევას ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტი აქვეყნებს. საქართველოსთან ერთად უმაღლესი შესრულება აქვს მონტენეგროსაც. 10 კანდიდატი ქვეყანა შემდეგი ინდიკატორებით შეფასდა: კორუფციის არარსებობა, კორუფციის კონტროლის უნარი, რეგულაციებისა და კანონების წარმატებით აღსრულების უნარი. ასევე შეფასდა სისხლის სამართლის მართლმსაჯულების და სამოქალაქო საზოგადოების ეფექტიანობა, რაც მოქალაქეებისა და ბიზნესისთვის კანონისმიერი დაცვის შესაძლებლობების უზრუნველყოფას გულისხმობს. მართლმსაჯულების ნაწილში სახელმწიფო გუნდში აღნიშნავენ, რომ საქართველოს წარმატება მათ შორის სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებითაც დასტურდება. რაც შეეხება კვლევის პოლიტიკურ შეფასებას, პარლამენტის თავმჯდომარე მსგავსი კვლევებისა და არაერთი სხვა ფაქტის მიუხედავად საქართველოსთან დაკავშირებით ბრიუსელის უსამართლო დამოკიდებულებებზე საუბრობს. აღარ ვიცი უკვე თავს არ რატო იწუხებენ ისინი კვლევით, ან ჩვენ თავს ვიწუხებთ კითხვით, იმიტომ რომ ხედავთ რომ ბრიუსელს ასეთი რამე არ აინტერესებს. კვლევა, ემპირიული ანალიზი, ფაქტები აღარ არის ბრიუსელის ინტერესი. იციან რომ რასა იქნევიჩენ, რასაც იტყვის ის არის სიმართლე, მორჩა. ჩვენ ვიმყოფებით ახალ ეპოქაში, როდესაც იტყვიან თეთრზე შავს და იტყვიან რომ მე მაქვს ატომური ბომბი, ამიტომ თეთრზე ვიტყვი შავს და შენ უნდა გაიმეორო რომ თეთრი არის შავი. არანაირი შანსი იმის რომ დღევანდელ ბრიუსელთან ჩვენ დღევანდელ ბრიუსელმა გადადგას რაიმე ნაბიჯი, რაიმე ობიექტურ ანალიზზე დაფუძნებით. ესაა ჩვეულებრივი ცივად გათვლილი პოლიტიკური გეგმები, რომელშიც ჩვენ ვართ მხოლოდ ინსტრუმენტი. არანაირი ინტერესი საქართველოს მიმართ არ აქვს, მხოლოდ ერთი ინტერესი აქვს, როგორ დააზიანონ ჩვენი მეშვეობით რუსეთი. როდესაც ასეთი კვლევები ტარდება, თუ ეს სოლიდური ორგანიზაციაა, ასე ნარატივებზე დაყრდნობით ამ ინფორმაციას არ იკვლევს. ფაქტებზე დაყრდნობით იკვლევს და ფაქტი რა არის? ნებისმიერი რეზონანსული საქმე, რომელიც გასაჩივრდა სტრასბურგში, სტრასბურგმა აღნიშნა, რომ ქართული მართლმსაჯულება იყო მართალი. ანუ ვიღაცების მონოპოლიდან გამომდინარე კი არა, თვითონ სასამართლოს სისტემის შიგნით რომ იქნა განხილული. ეს მანიშნებელია იმისა, რომ ყველა დანარჩენი ნარატივი, რომელსაც თქვენ აღმოვაჩენთ ამ თემაზე, სხვა რეზოლუციაში ევროპარლამენტის ან მე ევრობიუროკრატის განცხადებაში არის ტყუილი, გამოგონილი, ესე იგი, ნარატივი. უკვე მეორე დღეა საქსელურ მარკეტებში ყველაზე მოთხოვნად სასურსათო პროდუქტებზე მუდმივი ფასდაკლება ამოქმედდა. მომხმარებლებს 15 სახეობის პროდუქტის შეძენა შეღავათიან ფასად შეუძლია. საუბარია პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტებზე. პირველადი ეფექტი, რომელიც უკვე სახეზია, კომპლექსური შესწავლისა და ბაზრის ანალიზის შედეგია და ის დროებითი საპარლამენტო კომისიის რეკომენდაციას ეფუძნება. სამომხმარებლო კალათის ინიციატივა ევროპული მოდელების საფუძველზე შეიქმნა. რეკომენდაციაში გაწერილია საშუალო და გრძელვადიანი ხედვებიც. სწორედ იმიტომ რომ ქსელები დისტრიბუტორებთან დიალოგი, დისკუსია იყო საჭირო, მათ შორის თავადაც დაინახეს გარკვეული საჭიროებები და რა თქმა უნდა სოციალური პასუხისმგებლობა აქ მნიშვნელოვანი არის. ნახეთ რომ ყველა დიდმა ქსელმა და რაც არის საერთოდ ჯამში პროდუქტების ვაჭრობის უმეტესი ნაწილი თქვა რომ გამოყვეს სია კონკრეტული პროდუქტებისა, რომელიც იქნება მუდმივად დაბალ ფასებში. არა აქციის სახის, რომელიც თქვა კვირაში შეიძლება ერთი დღე ყოფილიყო რაღაც პროდუქცია ფასდაკლება და მეორე დღე არ ყოფილიყო. არამედ კონკრეტული ჩამონათვალი სახეობის, ასე თქვა, პროდუქტების, რომელზეც მუდმივად ყოველდღე მომხმარებელს ეცოდინება, რომ ნებისმიერ ქსელში რო შევა, იმ პროდუქცია იქნება ყველაზე დაბალი ფასი რომელიმე წარმოებლის, ასე თქვა და ასე რომ აქეთ კონკურენცია იქნება უკვე ქსელებს შორის, რომ აი ამ პროდუქტების ნუსხასთან დაკავშირებით იყოს ყველაზე დაბალი ფასი. ისტორიული შეხვედრა პეკინში ამერიკის შეერთებული შტატების და ჩინეთის პრეზიდენტების შეხვედრა თითქმის 2 საათს გაგრძელდა. დონალდ ტრამპმა დახრულ კარს მიღმა მოლაპარაკებების დაწყებამდე სინ ძინპინს მეგობარი და დიდი ლიდერი უწოდა. აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა არასოდეს ყოფილა ისეთი კარგი, როგორც ახლა იქნება. ვაშინგტონთან თანამშრომლობის შესახებ ისაუბრა სინ ძინპინმაც. ჩინეთის პირველი პირის თქმით, ვაშინგტონი და პეკინი ყოველთვის პარტნიორები იყვნენ. მან ასევე შტატებთან სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებისთვის მზაობა გამოთქვა. ჩინეთის პრეზიდენტმა ამერიკის პრეზიდენტთან გამართული შეხვედრის დროს ამერიკული კომპანიების წარმომადგენლებს განუცხადა, რომ ჩინეთის კარი ამერიკული ბიზნესისთვის სულ უფრო ფართოდ გაიღება. ტრამპმა თავის მხრივ აღნიშნა, რომ მასთან ერთად ჩასული ბიზნესმენები პატივსცემენ და აფასებენ ჩინეთს. მან კომპანიებს ჩინეთთან თანამშრომლობის განვითარებისკენ მოუწოდა. თეთრი სახლის ლიდერი პეკინში 2 დღიანი სახელმწიფო ვიზიტით დელეგაციასთან ერთად იმყოფება, რომლის შემადგენლობაში არიან სახელმწიფო და თავდაცვის მდივნები, სახაზინო მდივანი სკოტ ბესენტი, სავაჭრო წარმომადგენელი ჯეიმსონ გრირი და ასევე ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები.
არიან ისეთები, ვინც ამბობენ, რომ ეს შესაძლოა ყველა დროის ყველაზე დიდი სამიტი იყოს. მე მიყვარს ჩინეთი, თქვენ უდიდესი სამუშაო გასიეთ და დიდი ლიდერი ხართ. ეს სიმართლეა. ჩემთვის დიდი პატივია ვიყო თქვენთან, დიდი პატივია ვიყო თქვენი მეგობარი. მე და თქვენ ერთმანეთს დიდი ხანია ვიცნობთ. სინამდვილეში ჩვენი ურთიერთობა ამერიკისა და ჩინეთის ნებისმიერ წინა პრეზიდენტ და ურთიერთობაზე გრძელია. ჩვენ შესანიშნავად ვთანამშრომლობდით. სირთულეებისას ყოველთვის გამოსავალს პოულობდით, პირდაპირ ვურეკავდით ერთმანეთს. ბევრმა არ იცის, მაგრამ პრობლემა რომ წამოიჭრებოდა, ძალიან სწრაფად ვაგვარებდით და მე დარწმუნებული ვარ, ჩვენ წინ ფანტასტიკური საერთო მომავალი გველოდება. პარლამენტი დღეს მეორე და მესამე მოსმენით განიხილავს და დაამტკიცებს უმაღლესი განათლების შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო გრანტთან დაკავშირებით გარდამავალი დებულება ზუსტდება. კერძოდ, 2025 წლის 17 დეკემბრამდე ჩარიცხულ სტუდენტებს გარდამავალ პერიოდში 2030-31 სასწავლო წლის ჩათვლით შეუნარჩუნდებათ არა მხოლოდ მოპოვებული დაფინანსება, არამედ მიეცემათ მისი მოპოვებისა და გაუმჯობესების შესაძლებლობაც. როგორც საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, ხელისუფლების მთავარ პრიორიტეტს ახალგაზრდებისთვის განათლების ხელმისაწვდომობა წარმოადგენს და სული ცვლილებებიც ამ მიზანს ემსახურება. მეორე მოსმენით განსახილველად წარმოგიდგენთ უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებას დაჩქარებული წესით. მოგეხსენებათ, რომ გუშინ მქონდა პირველი მოსმენით განხილვა, საუბარია საგრანტო კონკურსთან დაკავშირებით, საგრანტო გამოცდასთან დაკავშირებით. სტუდენტები, რომლებიც 2025 წლის 17 დეკემბრამდე არიან ჩარიცხული, მათ ექნებათ საშუალება მოიპოვონ ან გაიუმჯობესონ სასწავლო გრანტი. წარმოგიდგენთ მეორე მოსმენით. ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში სოფელ ერგნეთში 132 შეხვედრა მიმდინარეობს. დღის წესრიგში საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონო სასაზღვრო ხაზის გავლებისა და ადამიანთა უკანონო დაკავების ფაქტების განხილვა. წინა შეხვედრიდან დღემდე უკანონო დაკავების ერთი და უკანონო ბორდერიზაციის ერთი ახალი ფაქტი დაფიქსირდა. Თავარი აქცენტი გაკეთდება, რა თქმა უნდა, უკანონო პატიმრობაში მყოფი პირების დაუყოვნებლივ გათავისუფლებაზე. დღის მდგომარეობით უკანონო პატიმრობაში იმყოფება 11 პირი, ასევე ვისაუბრებთ საანგარიშო პერიოდში დაფიქსირებული ბორდერიზაციის ფაქტის შესახებ. საუბარი შეეხება ასევე კიდევ ერთ საჭირბოროტო საკითხს, თავისუფალი გადაადგილების კუთხით არსებულ შეზღუდვებს. ასევე ვისაუბრებთ ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის ფაქტზე, გულისხმობ თამარ მეარაღიშვილის მაგალითს, რომელიც ითხოვს ელემენტარულად საკუთარ სახლში დაბრუნებას. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა მოადგილესთან ერთად დაზვერვის სააგენტოს ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრა გაამართა. გეკა გელაძემ პრიორიტეტული მიმართულებები განიხილა და ყურადღებას სააგენტოს საქმიანობის ეფექტიანობის გაუმჯობესების შესაძლებლობებზე გაამახვილა. სუსის უფროსმა დაზვერვის სააგენტოს თანამშრომლებს საქმიანობის საკვანძო სფეროებისა და რისკებზე რეაგირების ინსტრუმენტების თვისებრივი განვითარების სქემაში საქმეში მხარდაჭერა აღუთქვა. გეკა გელაძემ სააგენტოს თითოეულ თანამშრომელს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და სტრატეგიული მიზნების განხორციელებაში წარმატება აღუსურვა. დაზვერვის სააგენტოში სტუმრობისას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ინფრასტრუქტურისა და მატერიალურ-ტექნიკურ ბაზასაც გაეცნო. შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირებთან და თანამშრომლებთან შეხვედრა გამართა. მინისტრმა დეპარტამენტის ინფრასტრუქტურა, სამუშაო სივრცეები და ერთიანი მომსახურების ცენტრი დაათვალიერა. შეხვედრაზე საპატრულო პოლიციის საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდის, მოქალაქეებისთვის საპოლიციო სერვისების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიზნით მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ იმსჯელეს. მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ პოლიციელებისთვის სამუშაო პირობების გაუმჯობესებისა და საპოლიციო ინფრასტრუქტურის განახლება პრიორიტეტულია და აღნიშნული მიმართულებებით მუშაობა აქტიურად გაგრძელდება. პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა, შენახვასა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით სხვადასხვა დროს 6 პირი დააკავა. დაკავებულებს შორის არიან როგორც წარსულში ნასამართლები პირები, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები. სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების შხრეკისას, ასევე მათ მიერ მითითებული ადგილებიდან ითვკიცება დამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, გამომშრალი მარიხუანა, კოკაინი და მეთადონი. ერთ-ერთი დაკავებული საცხოვრებელი სახლიდან ცეცხლსასროლი პისტოლეტი და ვაზნები ამოიღეს. დანაშაულები 20 წლამდეან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შიდა ქართლის პოლიციამ ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული ძალადობის იძულებისა და მუქარის ბრალდებით ერთი პირი დააკავა. გამოძიების ინფორმაციით ბრალდებულმა მისავე საცხოვრებელ სახლში ფიზიკურად და სიტყვიერად იძალა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე არასრულწლოვანი გერისა და მეუღლის მიმართ. ბრალდებული მეუღლეს ცივი იარაღის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მამაკაც 3 წლამდე პატიმრობა ემუქრება. პოლიციამ აჭარაში ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის 2 მოქალაქე დააკავა. დაკავებულები თურქეთის სამართალდამცავი ორგანოების მიერ თაღლითობის ბრალდებით ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნებოდნენ. დაკავებულებმა საქართველოს საზღვარი ჯერ კიდევ მაშინ გადმოკვეთეს, ვიდრე მათზე ძებნა გამოცხადდებოდა. პოლიციამ ორივე მათგანი ბათუმში სხვადასხვა დროს დააკავა. ამჟამად დაკავებულების მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადაციო პროცედურები მიმდინარეობს. სასაზღვრო პოლიციამ 5 პირის საზღვრის ჯგუფურად უკანონოდ გადმოკვეთის ბრალდებითა და ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით დააკავა. ბრალდებულები სასაზღვრო საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდისავლით ცდილობდნენ საქართველო-თურქეთის სახელმწიფო საზღვრის გადმოკვეთას, ასევე რამდენიმე მათგანმა ჯგუფურად უკანონოდ გადმოკვეთეს საზღვარი. დანაშაულები 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი ათენის პირეოსის ღრმაწლოვანი პორტის საქმიანობას გაიცნო და მისი მმართველი კომპანიის ხელმძღვანელობას შეხვდა. პორტი ხმელთაშუა ზღვაში უმსხვილესი რგოლია ევროპასა და აზიას შორის და ვაჭრობისა და დაკავშირებადობის კუთხით. შესაბამისად, მისი საქმიანობის ადგილზე გაცნობა და მმართველი კომპანიისგან გამოცდილების გაზიარება ქართული მხარისთვის მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო. თამარ იოსელიანი ხაზს უსვამს მსგავსი შეხვედრების მნიშვნელობას, რათა ქართული მხარე გაეცნოს გლობალური სავაჭრო ქსელში არსებულ თანამედროვე ტენდენციებს და სწორად დაიგეგმოს ანაგლის ნავსადგურის განვითარება. ჩვენ რა თქმა უნდა მოვისმინეთ მათგან განვითარების გეგმები პირეოსის ნავსადგურში, ასევე იმ ინვესტიციების შესახებ, რომელიც 2009 წლიდან განხორციელდა აღნიშნულ ნავსადგურში და თქვენ მოგეხსენებათ, რომ პირეოსის ნავსადგური წარმოადგენს ღრმაწლოვან პორტს, რომელიც არის უმნიშვნელოვანესი რგოლი ევროპაში, ევროპასა და აზიას შორის ვაჭრობისა და დაკავშირებადობის კუთხით. ამ კუთხით მნიშვნელოვანია, რომ პირეოსის პორტი ხმელთაშუა ზღვაში წარმოადგენს ღრმაწლოვან ნავსადგურს, ერთ-ერთ უმსხვილეს რგოლს, რომელიც აკავშირებს ევროპასა და აზიის ტვირთებს ერთმანეთს და შესაბამისად ჩვენ შეგვიძლია ანალოგია გავავლოთ ანაკლის ხმელთაშუა ნავსადგურთან, რომელიც შავ ზღვაში წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს სტრატეგიულ ობიექტს. ჩვენთვის დიდი პატივია ათენში ვუმასპინძლოთ საქართველოს დელეგაციას ეკონომიკის მინისტრის მოადგილეს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ერთად. ეს არის შესანიშნავი შესაძლებლობა გავცვალოთ ინფორმაცია და მოსაზრებები საზღვაო სექტორის შესახებ. ძალიან საინტერესო იყო საქართველოს პორტების განვითარების სამომავლო გეგმების მოსმენა და პირეოსის პორტის მიმდინარე განვითარების გამოცდილების გაზიარება. მიგვაჩნია, რომ პორტების პოლიტიკის სხვადასხვა ასპექტში თანამშრომლების დიდი პოტენციალი არსებობს და ვიმედოვნებთ, რომ შევინარჩუნებთ ამ კონტაქტს, რათა ქართველ კოლეგებთან ერთად გავაგრძელოთ სამომავლო გეგმების განხილვა. Georgian Airways-ის ხომალდის მეთაურმა მიხეილ ჩანადირმა 45 წლიანი საავიაციო კარიერა გამოსამშვიდობებელი ფრენით დაასრულა. ტრაპთან მიხეილ ჩანადირს Georgian Airways-ის ეკიპაჟის წევრები, კომპანიის ხელმძღვანელობა და ოჯახის წევრები დახვდნენ. აღსანიშნავია, რომ მიხეილ ჩანადირის შვილი მამის ტრადიციას აგრძელებს. ნიკოლოზ ჩანადირი ავიაკომპანიაში ხომალდის მეთაურად მუშაობს. კომპანიის ხელმძღვანელობა მიხეილ ჩანადირს მრავალწლიანი პროფესიული საქმიანობის ავიაციის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და უმაღლესი პროფესიონალიზმისთვის საპატიო სიგელი გადასცა საქართველოს დამსახურებული მფრინავი. მიხეილ ჩანადირის მიერ შესრულებული ფრენების საერთო დრო 28,700 საათში ადგენს. იგი მრავალი წლის განმავლობაში მუშაობდა Georgian Airways-ში და კომპანიაში ერთ-ერთ ყველაზე გამოცდილ და მაღალ კვალიფიკაციის მქონე მფრინავად ითვლებოდა. პროფესიული კარიერის დასასრული ჩემი მოვიდა, დავამთავრე უსაფრთხოდ. მინდა ყველა მფრინავს უსურვო ასევე უსაფრთხოდ დაემთავრებინოს თავისი საფრენოსნო კარიერა და უსურო წარმატებები.
ნიდერლანდებიდან საქართველოში ტურისტული ნაკადების გაზრდის მიზნით ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აქტიურ მარკეტინგულ კამპანიას ატარებს. ნიდერლანდებში საქართველოს საელჩოსთან თანამშრომლობით ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ქვეყანაში მაღალ რეიტინგული ნიდერლანდური ტელევიზიის და მისი ონლაინ პლატფორმის გადამღები ჯგუფის მედია ტურს გაუწია ორგანიზება. მედიის წარმომადგენლები საქართველოს შესახებ ვრცელ გადაცემას ამზადებენ. გადაღებები თბილისში, სიღნაღში, ვაშლოვანის ეროვნულ პარკში, მცხეთასა და სტეფანწმინდაში მიმდინარეობს. პროექტი ხელს შეუწყობს საქართველოს საერთაშორისო ტურისტულ ბაზარზე ცნობადობის გაზრდას. წარმოდგენილი პრეს-ტურით ჩვენ ერთობლივად ნიდერლანდებში საქართველოს საელჩოსთან ერთად ვიმუშავეთ და აღნიშნული მედია პლატფორმები საქართველოს ეწვივნენ იმისთვის, რომ გადაიღონ როგორც სათავგადასავლო ტურისტული ადგილები, ასევე ქართული კულტურის ადგილები, ეწვევიან ვაშლოვანს და ნახავენ მონასტრებს, იმისთვის, რომ ძალიან საინტერესო სატელევიზიო გადაცემები მოამზადონ, რომელიც კონკრეტულად ნიდერლანდების ბაზრისთვის იქნება ხელმისაწვდომი მათ გემოვნებაზე მორგებული, იმისთვის, რომ ნიდერლანდებიდან ბევრად მეტი მოგზაური ჩამოვიდეს საქართველოში, ბევრად მეტი ინფორმაცია გაიგონ საქართველოს შესახებ. ჩვენ ვამზადებთ საერთაშორისო სამოგზაურო შოუს სხვადასხვა ქვეყნებში მიმართულებებს ყურადღებით ვარჩევთ. ამჟამად საქართველოში ვართ, რადგან ეს ქვეყანა ტურისტულად საინტერესოა, მიმზიდველია მოგზაურებისთვის, განთქმულია ტრადიციებითა და სტუმართმოყვარე ხალხით. საქართველოში დიდი შთაბეჭდილებები მივიღეთ განსაკუთრებით ხალხთან ურთიერთობით. თქვენი ქვეყანა მართლაც გამორჩეულია კერძებით და შესანიშნავი ღვინით. ჩვენი შოუთი ნიდერლანდელ მაყურებელს გავაცნობთ საქართველოს თავისი ქალაქებით, ბუნებით, კულტურით და მეგობრული ხალხით. განათლების მინისტრი ქედის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეთა მშობლებს შეხვდა. გივი მიქარაძემ დეტალურად ისაუბრა ზოგადი და უმაღლესი განათლების რეფორმის მიმდინარეობის შესახებ და ამ მიმართულებით დაგეგმილ სამომავლო გეგმებზე. მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა სასწავლო რესურსების გაუმჯობესება, სასკოლო ფორმების შემოღება აბიტურიენტებისთვის, ერთიანი ეროვნული გამოცდების ფარგლებში, პროფესიულ პროგრამებზე რეგისტრაცია და სახელმწიფო უნივერსიტეტებში უფასო სწავლის შესაძლებლობა. შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმატში წარიმართა და მშობლებს საშუალება მიეცათ მათთვის მნიშვნელოვან თემებზე უწყების ხელმძღვანელისგან დეტალური ინფორმაცია მიიღოთ. ნაბიჯ გავიარეთ ყველა მნიშვნელოვანი ასპექტი, რომელიც დაგეგმილია ან უკვე მიმდინარე სტადიაში არის რეფორმის ფარგლებში და ჩვენ მოვისმინეთ საყოველთაო მხარდაჭერა იმ პროცესებზე, რომელიც განათლების რეფორმასთან არის დაკავშირებული. ჩვენ მოვისმინეთ მზაობა იმისა, რომ ამ პროცესებში საზოგადოება მაქსიმალურად იყოს ჩართული და რაც მთავარია, საზოგადოების მხრიდან ხაზგასმით აღინიშნა, რომ რეფორმა მნიშვნელოვანია. ეს იყო განსაკუთრებული ინტენსივობით, ინტერაქტივობით გამორჩეული შეხვედრა, სადაც სასკოლო საზოგადოება უშუალოდ მინისტრისგან მიიღო სიახლეების შესახებ ინფორმაცია, ასევე დაისვა ის მნიშვნელოვანი შეკითხვები, რომელიც გულისხმობდა სიახლებთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციის მიღებას და რაც მთავარია, გამოგვიცხადა სრული მხარდაჭერა სასკოლო საზოგადოებამ ამ რეფორმების უკვე სკოლებში გატარებაზე. ქედაში ბრძანდებოდა განათლების მინისტრის სტუმრად, გვესაუბრა განათლების რეფორმაზე. მშობლების ჩართულობა თუ რამდენად მნიშვნელოვანია განათლების სფეროში, ამაზეც გვესაუბრა. სოფელ შუხუთში 450 მოსწავლეზე გათვლილი საჯარო სკოლა სრულად განახლდა. სასწავლო დაწესებულებაში დასრულებული სამუშაოები მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორის მოადგილემ დაათვალიერა. პროექტის ფარგლებში შენობაში მოეწყო თანამედროვე საკლასო ოთახები, სამასწავლებლო, საბუნებისმეტყველო და სამეცნიერო ლაბორატორია, ასევე ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სივრცეები. სასწავლო ინფრასტრუქტურა სრულად არის ადაპტირებული სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის. პროექტი სრულად საქართველოს მთავრობის მიერ დაფინანსდა. დასრულდა საჯარო სკოლის რეაბილიტაციის სამუშაოები. ღირებულება აღნიშნული ტენდერის იყო 4.200.000, სრულად მოეწყო საკლასო ოთახები, ლაბორატორიები და ახალ სასწავლო წელს მოსწავლეები შეხვდებიან სრულად ახალ ინფრასტრუქტურულ გარემოში. სკოლა გათვლილია 450 მოსწავლეზე და სარეაბილიტაციო სამუშაოები თითქმის დასრულების პირას არის. ჩვენ დავათვალიერეთ რეაბილიტირებული შენობა საოცარ მდგომარეობაშია. სკოლის მოსწავლეები დიდი ინტერესით და დიდი სიხარულით ელოდებიან, როდის შეძლებენ სკოლის სწავლის განახლებას განახლებულ შენობაში და დარწმუნებული ვარ, ეს ძალიან აამაღლებს სწავლა-სწავლების პროცესს.
საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ჯანსუღ კახიძის სახელობის მე-11 საერთაშორისო მუსიკალურმა ფესტივალმა მურიგი კონცერტი უსუმასპინძლა მსმენელის წინაშე თბილისის სიმფონიური ორკესტრი მაესტრო ვახტანგ კახიძის დირიჟორობითა და პოპულარული ფრანგული ჯგუფი ელექტრო დელუქსი წარსდგა. წარმოდგენილი იყო სპეციალურად ამ ფესტივალისთვის მომზადებული პროგრამა. ფრანგულმა ჯგუფმა საკუთარი კომპოზიციები თბილისის სიმფონიური ორკესტრის თანხლებით შეასრულა. ფესტივალის დასკვნითი კონცერტი 21 მაისს ჩატარდება. ეს კონცერტი განსხვავებული იყო მათთვის, იმიტომ რომ პირველად გამოდიოდნენ სიმფონიურ ორკესტრთან ერთად და ის არანჟირებები, ორკესტრობები რაც შესრულდა, სპეციალურად თბილისის სიმფონიური ორკესტრისთვის გააკეთეს. შემდეგი კონცერტი გვაქვს სრულიად განსხვავებული. ბრწყინვალე გერმანელი მესაყვირე ტილ ბრუნერი, ისიც ორკესტრთან ერთად. ის ნამყოფია თბილისში. ორკესტრთან არც ერთხელ არ ქონია კონცერტი და ზუსტად ეს გახლავთ ჩვენი ნიშა ფესტივალის. ყველაფერმა იმაზე უკეთ ჩაიარა, ვიდრე წარმოგვედგინა თბილისში საოცრად გულღია ხალხი დაგვხვდა ისინი მთელი გულით აგვყვნენ, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ამ ყველაფერს მარტო არ ვაკეთებთ. თუ მაყურებელი არ გეხმიანება და შენთან ემოციურ კავშირს არ ამყარებს, საღამო სულ სხვა ელფერს იძენს. ვფიქრობ ყველამ დაინახა, რამდენად აღბრთოვანებულები ვიყავით ჩვენც და ხალხიც, მართლაც ულამაზესი საღამო გამოვიდა. ვახტანგი ძალიან თბილად დაგვხვდა, ფესტივალი კი უბრალოდ დაუვიწყარი იყო. ბათუმის სახელმწიფო დრამატული თეატრი შავი ზღვის 26 საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალში მონაწილეობს დასი ღონისძიებაზე სპექტაკლით დარისპანის გასაჭირი წარსდგა. ტრაბზონის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალში 5 ქვეყნის სახელმწიფო თეატრალური დასები მონაწილეობენ. ფესტივალი წარმოადგენს მნიშვნელოვან შესაძლებლობას ქართული კულტურისა და თეატრალური ხელოვნების საერთაშორისო სივრცეში წარმოჩენის. მიუხედავად იმისა, რომ ენობრივი ბარიერი იყო და სინქრონი გადიოდა ეკრანებზე, დარწმუნებული ვარ, პერიოდულად უყურებდი მაყურებლებს და მათ სახლებზე ემოციის დანახვა მინდოდა. პრაქტიკულად ისინი არ უყურებდნენ ეკრანს და ემოციებით გებულობდნენ თუ რაზე იყო საუბარი. უმეტესი მადლობა აჭარის მთავრობას, განსაკუთრებული მადლობა აჭარის კულტურის სამინისტროს და პირადად ქალბატონ ელისო ბოლქვაძეს თავის გუნდთან ერთად რომ მოგვცა საშუალება ჩვენ შავი ზღვის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე მიგვეღო ბათუმის დრამატულ თეატრს მონაწილეობა და მიგვეღო ის საოცარი ემოცია, რომელიც ახლახან განვიცადეთ ჩვენ სპექტაკლის დამთავრების შემდეგ დარბაზში. ამჟამად ალი კოგანის სცენაზე ვიმყოფებით. ცოტა ხნის წინ ვუყურეთ ბათუმიდან ჩამოსული ქართული დასის სპექტაკლს დარისპანის გასაჭირი. დასის წარმოდგენით ჩვენი მაყურებელი ძალიან კმაყოფილი დარჩა. დარბაზში იყვნენ მაყურებლებიც, რომლებსაც სპექტაკლის კლასიკური დადგმაც ჰქონდათ ნანახი. მათაც ძალიან მოეწონათ ეს ინტერპრეტაცია და დიდი კმაყოფილება გამოხატეს. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის სპორტულ კლუბებს შორის საუკეთესო სპორტსმენების, მწვრთნელებისა და სპორტული გუნდების დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა. ღონისძიებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, რეგიონის აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო. ღონისძიების ფარგლებში მთავრობის თავმჯდომარემ წლის სპორტსმენის და წლის გუნდის ნომინაციებში გამარჯვებულები კალათბურთელები ანუკი კომახიძე, ქვიშის ჭიდაობის მუჭიდავე მამუკა კორძაია და ხელბურთ კლუბ ბათუმის გოგონათა გუნდი დააჯილდოვა. შეიძლება თამამად ითქვას, რომ აჭარა არის ჩვენი ქვეყნის სპორტსმენების და ჩემპიონების სამჭედლო. ძალიან დიდი არის მათი ღვაწლი და მათი შესაძლებლობები. ხელისუფლებამ მზადავართ, რომ ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ სპორტი იყოს უფრო წარმომადგენლობით უფრო ძლიერი. ეს არაჩვეულებრივი ღონისძიება ჩატარდა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის ორგანიზებით და ეს იყო მადლიერების საღამო, სტიმული ამავდროულად და ხაზგასმა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია სახელმწიფოსთვის, ჩვენი გუნდისთვის სპორტის განვითარება, რომელიც არ არის მხოლოდ ინდივიდუალური მხარდაჭერა. მინდა მიულოცო ყველა გამარჯვებულს, ყველა გუნდს თუ სპორტსმენს სათითაოდ ეს გამარჯვება და მომავალი გამარჯვებები უსურმო ჩვენი რეგიონის წარმატებისათვის. მივახციეთ ამ საწადელ შედეგს და გავხდით მსოფლიოს ჩემპიონი. და მადლობა ბათუმის მერეს და ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ გზის გავლაში დაგვეხმარა და მიგვაღწევინა ამ სასურველ შედეგს. პირდაპირ ეთერში 16 საათზე დავბრუნდებით, ეთერს კი ბიზნეს პოსტი გააგრძელებს დროებით.